ღმერთთან თქვენი მეგობრობის გასაღრმავებლად უფრო და უფრო მეტი იფიქრეთ იმაზე, რომ უფალი იესოს სიკვდილი იყო მეგობრობის გამოხატულება. იფიქრეთ უფალი იესოს სიკვდილზე. დერეკ კიდნერი, რომელიც ჩემი საყვარელი ბიბლიის კომენტატორია, მეგობრობას განსაზღვრავს როგორც გულწრფელობას და ერთგულებას. გულწრფელობა ნიშნავს გახსნილობას, დაუცველობას, გამჭვირვალობას, ხოლო ერთგულება ნიშნავს მიძღვნას, მეგობართან ახლოს ყოფნას. როგორც იგავებშია დაწერილი, ზოგი მეგობარი ძმაზე ძვირფასია. ამრიგად, გულწრფელობა და ერთგულება ნიშნავს იმას, რომ მეგობარი ყოველთვის გიღებს კარს და არასოდეს გიცრუებს იმედს. ყოველთვის აქვს შენთვის დრო, ყოველთვის გიშვებს საკუთარ გულში და იმედს არასოდეს გიცრუებს. შევხედოთ ჯვარცმული იესო ქრისტეს. იცით, ბევრი რამ არ მახსოვს სკოლაში კრივის გაკვეთილებიდან. მაგრამ მახსოვს მეუბნებოდნენ, რომ ხელები გვერდებზე არ უნდა გამეწია. არასოდეს უნდა მქონოდა ხელები ასე, არამედ ყოველთვის ასე უნდა დამეჭირა. ყოველთვის წინ უნდა მქონოდა ხელები და არასოდეს გვერდებზე. იესო ქრისტემ კი არა მხოლოდ გვერდებზე გასწია ხელები, არამედ მათი ჯვარზე მილურს მვისუფლება მისცა ადამიანებს. რაოდენ დაუცველი იქნებოდა იგი. მან საკუთარი თავი სრულიად დაუცველად აქცია თქვენ გამო. მან კარი გაგიღოთ და იმედი არასოდეს გაუცრუებია თქვენთვის. მან კაცობრიობის ცოდვების სიმძიმე აიტანა და მაინც ამბობდა, ჩემი ნება კი არა, შენი იყოს. ჩარლზ სპერჯენმა თქვა ასეთი რამ. როცა იესო ქრისტემ ქვემოთ ჩაიხედა ჯვრიდან და დაინახა ადამიანები, რომლებიც უარყოფდნენ და ღალატობდნენ მას, გასცემდნენ და ტოვებდნენ და ასწინოდნენ და უგულებელყოფდნენ მას, უარი მაინც არ უთქვამს სამყაროს ისტორიაში მეგობრობის უდიდეს გამოხატულებაზე.